მე აქამდე რაღაც გარკვეული იმედები მქონდა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მე უკვე ვწუნდები და ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე არ ეხსნება შეიძლება და რატომ? იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად გახსოვს რა მოხდა სოფელ კოლახში და ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების ღამეს. ქართული ოცნების აქტივისტებმა, ძალიანად ქართულმა ოცნებამ და მათ შორის ეხლანდელმა კულტურის მინისტრის მოადგილებმა, მანანა ბერიკაშვილმა, მაშინდელმა ჩემმა კონკურენტმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარნა ბერიკაშვილმა პირდაპირ მემამხილა ამ დანაშაულის შედეგში, რაც მე მიმაჩნია, რომ არის დანაშაული, იმიტომ რომ ეს არის სულ დასმენა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. და ასევე ჩამოსული იყო იმ ღამეს სხვა წევრები ქართული ოცნების, მათ შორის ირაკლი ალასანია, რომელსაც დილით არჩევნები ჰქონდა ზუგდიდში და რატომღაც ხამის 2 საათზე გაჩნდა გურჯაანში. და ქართულმა ოცნებამ პირდაპირ დაადანაშაულა პირადად მე მანნა ბერიკაშვილმა და ქართულმა ოცნებამ მთელი ნაციონალური მოძრაობა. რომ ნაციონალური მოძრაობა ქვევრებში აღჭობდნენ ბავშვებს და სამწუხაროდ ამ 10 თვით ბავშვის სიცოცხლეზე სპეკულაცია გამოიყენეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ამიტომ არ აწყობს ქართულ ოცნებას რომ ეს საქმე გაიხსნას. ლოგიკაში არ ძლება უბრალოდ, იმიტომ რომ ჯერეთ მანანა ბერიკაშვილთან ერთად ფრიკები არ შედებოდა ძალიან კარგად იცით, გურჯაანში ვინ იყო უპირობოდ მისმა გაემართა არჩევნებში. მანანა ბერიკაშვილი არჩევნებს გურჯაანში ვერ მომიგებდა უბრალოდ, იმიტომ რომ სწრაფად რო შეეკითხო გურჯაანი და ვეჯინია თუ კოლაბი ვერ იპასუხებს. იმიტომ რომ არ აკაურობს ეს ადამიანი და არ იცის და თქვენ ძალიან კარგად იცით მე ჩემი გურჯაანის ცხოვრობდი 24 საათის განმავლობაში. და გაუშვათ გავგიჟდით და მოსწრები გავხდით და ბავშვების მკვლელობაზე გადავედით. რა უნდა მიმეყო მე ამ ოჯახისგან, აი ბავშვის მკვლელობით, რამდენი ერთი ხმა უნდა მიმეყო თუ ორი ხმა უნდა მიმეყო. აი რა უნდა გამომეყენებინა ეს ყველაფერი მითხარი. თუ სოფელში ისეთი გავლენა გამოიჩინოს, რომ მთელი სოფელი მაგათ უნდა მოედგოთ, ეს ხო აბსურდია უბრალოდ. ნებისმიერ ადგილას მე მზად ვარ ახალიაცის საქმეზე და ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. სამწუხაროდ მე ძალიან ბევრი არაფერი არ ვიცი იმ საქმეში და დიდი დასაკითხები არ ვიქნები მაგ საქმეზე, მაგრამ բոլ შემთხვევაში მე მზად ვარ, რომ რამე კითხვა იქნება, რომ პასუხი გავცე. მე ნამდვილად არ ვიცი სოსო ბერიკაშვილს რა როლი უნდა ჰქონდეს, მე უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარქვა და არც მათ ამის საფუძველი მე პროექტის, თუმცა ადამიანურად სოსო ბერიკაშვილს ნამდვილად არ მისმის, როდესაც კადრებში ვხედავთ, რომ ის ფოტობავშვს აღმოაჩენს ქვევრში და ქვევრს აფარებს, მეორეულებს საფუძველს. მე მგონი რომ დელფინსა იმის ინსტინქტი წყალში ჩადენილ ადამიანის შვილის დელფინი. ადამიანად ნამდვილად არ მისმის, რა ნერვებმა გაუძლო და გაიყო ეს უბრალოდ ეს ვერა, როდესაც ქვევრში ჩავარდნენ ბავშვს, საფურავს აფარებს იმაზე რა ქვია თავზე და ელოდები